გაუსწორდა თუ არა ყაზბეგის მერი მოქალაქეს ფიზიკურად ბაკურ ავსაჯანიშვილს ძალადობაში ადანაშაულებენ. სავარაუდო შემთხვევა სოფელ არშაში მოხდა და ასევე სავარაუდოდ ფიზიკური ანგარიშწორება სოციალურ ქსელში გამოხატულ კრიტიკულ აზრს მოჰყვა. აღიძრა თუ არა საქმე ყაზბეგის მერზე და რას ამბობენ ადგილობრივები. გიორგი კვიჟინაძე უნდა შემოგვიერთდეს პირდაპირ ეთერში. გისმენთ გიორგი. სალომე, გავრცელებული ინფორმაციით ყაზბეგის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა ერთ-ერთ მოქალაქეს ჯერ სიტყვიერი, შემდგომში კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულის მიზეზი კი სავარაუდოდ გახდა მოქალაქის მხრიდან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კრიტიკული პოსტი. შემთხვევა სოფელ არშაში მოხდა დაკრძალვის ცერემონიაზე და ამ ინციდენტს ყავს არაერთი შემწრე და მოწმე, რომლებმაც კარგად დაინახეს თუ როგორ უსწორდებოდა სავარაუდოდ ყაზბეგის მერი ერთ-ერთ მოქალაქეს კრიტიკული პოსტის გამო. საქმე ეხება ჰესის მშენებლობას, რომელსაც აპროტესტებს ადგილობრივი მოსახლეობა და სწორედ ამ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ერთ-ერთმა ადგილობრივმა სოციალურ ქსელში გაავრცელა პოსტი, სადაც წერდა, რომ კამარა ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ადგილობრივი ხელისუფლება ემუქრება და აშინებს. იმ შემთხვევაში თუ გამოხატავენ კამარა ჰესის მშენებლობაზე პროტესტს, ისინი საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლდებიან. სწორედ ასეთი შინაარსის Facebook პოსტი ეწერა მოქალაქეს, რომელზეც შემდგომში სავარაუდოდ ყაზბეგის მერმა იძალა და ჩვენ ვესაუბრეთ ყაზბეგის ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. ერთ-ერთი არის ხევი, სწორედ ხევის წევრი არის ნაცემი პირი და ორგანიზაციის წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში ადასტურებს მომხდარ ფაქტს და ასევე საუბრობს ყაზბეგის მერიისა და მერის მხრიდან ადგილობრივების დაშინებასა და ზეწოლაზე კამარა ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომ ადგილობრივებმა პროტესტი არ გამოთქვან და ასევე იძულებით აწერინებენ ხელს მერის წარმომადგენლები მოქალაქეებს, თითქოს და ისინი თანახმა არიან ამ ჰესის მშენებლობაზე. მთავარი ამბავი აქ არის, რომ ყაზბეგში ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს ჰესს, რომლის კოპინგის განხილვაც წინა თვეში მოხდა, სადაც ერთპიროვნულად მოსახლეობამ უარი დააფიქსირა, ისევ იწყება თავიდან პროცესი, სადაც უკვე ადგილობრივი მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლება იმ მოტივით, რომ თითქოს და მოსახლეობას უნდა ჰესის მშენებლობა და ამ დოკუმენტზე ხელმოწერებს აგროვებდნენ, იბარებდნენ საჯარო მოხელეებს და სხვადასხვა ადამიანებს, რომ დაეფიქსირებინათ თავიანთი თანხმობა ხელმოწერით. ამის გასაპროტესტებელი ტექსტი დაწერა ჩვენმა ერთ-ერთმა პროტესტის ჯგუფის წევრმა და ამ ამბის გაგრძელება ის, რა დაპირისპირებაც გუშინ მოხდა უკვე ყაზბეგში მერსა და ჩვენ აქტივისტს შორის. კამარა ჰესის მშენებლობას ყაზბეგში გეგმავს სავარაუდოდ რუსეთთან დაკავშირებული კომპანია და ადგილობრივები საუბრობენ იმაზე, რომ სწორედ ყაზბეგის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი ლობირებს ამ კომპანიას და ამ ჰესის მშენებლობას და არაერთი პროტესტი გამოთქვეს ადგილობრივებმა ამ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, მათ შორის 8 ადგილობრივმა ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და წერილითაც კი მიმართეს მერიას, რომ აღნიშნული ჰესის მშენებლობა არ შედის მუნიციპალიტეტის ინტერესებში, პირიქით ეს არის კონკრეტული კერძო პირების ინტერესი და შესაბამისად აღნიშნული პროექტის განხორციელება ვერ მოუტანს ყაზბეგის მუნიციპალიტეტს რაიმე სარფიან მოგებას და ასევე შედეგებს. პირიქით უფრო დიდი იქნება ამ ჰესის მშენებლობის პროცესი საწინააღმდეგოდ მუნიციპალიტეტის. ბუნებრივია ამ ბრალდებებთან დაკავშირებით საინტერესოა როგორია თავად მერის პოზიცია. მან სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება და უარყო თითქოს მერი და მერია ზეწოლას ახდენს ადგილობრივ მოსახლეობაზე. გარდა ამისა უარყო მომხდარი ფაქტი თითქოს მერმა იძალა და ერთ-ერთ ადგილობრივზე. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკრძალვაზე ხელით შევეხე მოქალაქეს არის ტყუილი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. აღნიშნული მხოლოდ ჩემი საქმიანობისა და სახელი შელახვას ისახავს მიზნად. აქედან გამომდინარე, ყველა დაინტერესებულ მხარეს მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. ჯერჯერობით უცნობია მომხდარ სავარაუდო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება. ბუნებრივია ჩვენ ვახტანგ გომელაურის უწყებას დავუკავშირდით, ველოდებით მათგან პასუხს, დაიწყებს თუ არა გამოძიებას, ეს არის ახლა საინტერესო სწორედ.